პარლამენტის თავმჯდომარე შარლუა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად მოხსენიება დეზინფორმაციასთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის და მოჩვენებითი ლეგიტიმაციის შექმნაა. NGO-ების საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა. საელჩო უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა ჰქონდეს რეაგირება ევროკავშირის მოქალაქეების ფულის ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ხარჯვაზე. საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არც ერთხელ არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა, წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. შარლუა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ საქართველოს იურისტთა ასოციაციაში. პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სამართლებრივი საკითხი, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს სამართლებრივია, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებზე დაკვირვების შემდგომ გაკეთებული დასკვნები და შეფასებები და ასევე პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც ჩატარდა კანონის დარღვევით, ეს განაპირობებს მის არალეგიტიმურობას და აქედან გამომდინარე ჩვენ ამ შეფასებას ვაკეთებთ არა მარტო დღეს, ეს შეფასება ჩვენ გვაქვს არჩევნების დაკვირვების შედეგად და იმ ანგარიშებზე დაყრდნობით, რომელიც არა მარტო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მისიებმა გამოკვეთეს, არამედ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებში არის ზუსტად ანალოგიური დარღვევები. ძალიან კარგად იცის საიამ, ის ესწრებოდა არჩევნებს და აკვირდებოდა მას. ერთი მღირებული მტკიცებულებაც ვერ იქნა წარმოდგენილი არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ჭრილში და ისედაც ამ ყველაფრისგან გამომდინარე სიტყვა ალალეგიტიმურის ეს მოხსენიება საიას მხრიდან სხვა არაფერია თუ არა მცდელობა ის არა ქართული საქართველოს წინააღმდეგ მტრული ხაზის გატარებისა, რაც სამწუხაროდ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკვირდებით და ვაკვირდებით კონკრეტულად საიასგანაც.